ესტონეთმა და ლიეტუვამ ქართული ოცნების წევრებს სავიზო სანქციები დაუწესეს. სანქცირებულ პირთა შორის არიან ქართული ოცნების პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, თბილისის მერი კახა კალაძე, ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე. ლიეტუვამ გაასაჯაროვა იმ პირთა ვინაობა, ვისაც მათ ქვეყანაში შესვლა ეკრძალება. ირაკლი კობახიძე, ქართული ოცნების მთავრობის პრემიერ-მინისტრი, გრიგოლ ლილუაშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, კახა კალაძე, თბილისის მერი, მიხეილ ჩინჩალაძე, მოსამართლე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე, ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, ოთარ რომანოვ ფარცხალაძე, ყოფილი მთავარი პროკურორი, სანქცირებული ამერიკის შეერთებული შტატების მიერ, ირაკლი რუხაძე, იმედისა და ლიბერთი ბანკის მფლობელი, ლევან მურუციძე, მოსამართლე, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, ვიქტორ ჯაფარიძე, ხალხის ძალის წევრი, პარლამენტარი, გიორგი კობახიძე, ირაკლი კობახიძის მამა, მოხსენებულია როგორც პრორუსული პარტიის ყოფილი წევრი და ბიძინა ივანიშვილის ნდობით აღჭურვილი ერთ-ერთი პირი, დიტო სამხარაძე, პარლამენტარი ქართული ოცნებიდან, გოგა ხაინდრავა, ის მოხსენიებულია როგორც საქართველოს პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, სტუდია ლე ხაინდრაოს დამფუძნებელი და ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი პოლიტიკური იდეოლოგი, ზვიად ჩალამბერიძე, პრემიერის ყოფილი რწმუნებული იმერეთში, შალვა თადუმაძე, მოსამართლე, ბიძინა ივანიშვილის ყოფილი ადვოკატი, წულუკიანი, პარლამენტარი, ყოფილი მინისტრი, ირაკლი ქარცელაძე, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, კახა ბექაური, კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე. ქართული ოცნების წევრების მიმართ სანქციების დაწესების მიზეზი 28 ნოემბრის შემდეგ გამართული საპროტესტო აქციების დროს მოქალაქეების მიმართ გამოვლენილი ძალადობა იყო. ესტონეთმა სანქციები დაუწესა 14 ქართველ თანამდებობის პირს, მათ შორის პრემიერ-მინისტრ კობახიძეს. იმ პირების სიაში, რომელთაც ესტონეთში შესვლა ეკრძალათ, არიან მოსამართლეებიც. ესტონეთს სანქცირებულთა სია არ გაუსაჯაროებია. ძალადობა, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება იყენებს მომიტინგეების, ჟურნალისტებისა და ოპოზიციის ლიდერების მიმართ მიუღებელია, დანაშაულია და ადამიანის უფლებების წინააღმდეგაა მიმართული. მოუწოდებ ევროკავშირის ყველა ქვეყანას რეაგირება მოახდინონ იმაზე, რაც საქართველოში ხდება და დააწესონ კონკრეტული ზომები მათ წინააღმდეგ, ვინც მიმართავს არასათანადო ძალას და სასტიკ ძალადობას საქართველოს ხალხის მიმართ და ძირს უთხრის დემოკრატიას. ბალტიის ქვეყნების მხრიდან ეს პირველი სანქცია არ არის. მანამდე 2 დეკემბერს ლიეტუვამ, ესტონეთმა და ლატვიამ სავიზო სანქციები დაუწესა 11 მაღალი თანამდებობის პირს, ბიძინა ივანიშვილს, ვახტანგ გომელაურს და შინაგან საქმეთა სამინისტროს 9 მაღალჩინოსანს.